საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმყოფებით, სადაც დღეს 4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონკოპაციენტები შეიკრიბნენ, რომლებიც საუბრობენ სახელმწიფოს სისტემურ პრობლემებზე ჯანაცვის მიმართულებით და აღნიშნავენ, რომ ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, არის უმნიშვნელოვანესი მათი ჯანმრთელობისთვის, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის, რომელიც იბრძვის ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ. ისინი აცხადებენ, რომ არაერთხელ მოხდა მათ შორის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა კონკრეტული პრობლემები და კონკრეტული საკითხები ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელი რჩება, მათ შორის ისინი ასახელებენ გაზრდილ ფასებს მკურნალობის კუთხით და ასევე მედიკამენტების სიმწირეს. ისინი მიანიშნებენ, რომ სწორედ მკურნალობის არაეფექტურობის გამო საქართველოში ონკოლოგიით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი კვლავ არის მზარდი და ასევე განმარტავენ ევროინტეგრაციის კონტექსტში თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის სტრუქტურის ეფექტურად მუშაობა. ასევე ისინი საუბრობენ ევროკავშირისთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან და აცხადებენ, რომ სწორედ ამ პროცესის შეჩერებამ შეაყოვნა ჯანდაცვის სისტემის განვითარება საქართველოში. შეგვიძლია ხო ნახოთ რა ბანერებითაც მოსულები არიან აქ მოქალაქეები. ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც დაწერილია, არის მკურნალობამ უნდა გამკურნოს და გაგვაღატაკოს, შეაჩერეთ კორუფცია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აქ შეკრებილი მოქალაქეების. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სამედიცინო პრეპარატები, წამლები არ არის საკმარისი და ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ არის იმ მედიკამენტების, რომლებიც ხელს შეუწყობს ონკოპაციენტებს აი ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კიბოსთანაც და კორუფციასთანაც. ავნებდებით კიდევ ერთი საინფორმაციო ბანერი, რომელიც აქ საპროტესტო ბანერი, რომელიც აქ მოტანილი საკანონმდებლო ორგანოსთან. ონკოპაციენტების გარდა აქ არიან მოსულები მათი მხარდამჭერები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის და ევროინტეგრაციის გარეშე დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევებასთან გამკლავება არის პრაქტიკულად შეუძლებელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს, რომ ონკოპაციენტების და ონკოლოგიური დაავადებულ პირთა რაოდენობა და სტატისტიკა შემცირდეს. ერთი წელია, რაც პროტესტი გვაქვს. შარშან დავიწყეთ პროტესტი 4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, იმიტომ რომ 2023 წლის ნოემბერში ჩვენ ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ ყველა პაციენტი მიიღებდა სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში. რაც აღმოჩნდა ტყუილი. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ კვლევები არ შედის დაფინანსებაში, მედიკამენტები არ შედის დაფინანსებაში და კვლევების და მედიკამენტების გარეშე კიბოსთან ბრძოლა არის შეუძლებელი. რეგიონებიდან ხალხი მწერს, რომ ისინი ბალახეული ცდილობენ კიბოსთან მკურნალობას და ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის. მით უმეტეს 21 საუკუნეში, როდესაც არსებობს უამრავი ახალი იმუნოპრეპარატი, მხოლოდ 23 მედიკამენტი შედის დაფინანსებაში 100-ზე მეტი მედიკამენტისგან. ძალიან ბევრი მწერს, რომ იქნებ მივმართოთ თხოვნით, განცხადებით ჯანდაცვის მინისტრს, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, ალბათ ათობით განცხადება ან წერილი მაინც გვექნება დაწერილი მის სახელზე, ასობით თუ არა წინა წლის განმავლობაში. მაგრამ რეაგირება ამ ყველაფერს არ მოყოლია. ერთადერთი არის მხოლოდ დაპირებები, რასაც ავრცელებენ პროპაგანდის საშუალებით. ახალი არჩევნები ჩატარდებოდა, ეს მოთხოვნები მიემართებოდა ხელისუფლებას. ეხლა ჩვენ არ თანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, არ ვაღიარებთ მათ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, ეს არის ზოგადი სოციალური ფონი, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს რა ხდება ქვეყანაში, თუმცა პირველ რიგში ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თავისუფალ არჩევნებს, რომ შემდგომ ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეძლოს და ერთხელ და სამუდამოდ მოაგოროს ამ ქვეყანაში ის ძირითადი სოციალური პრობლემები, რაც დგას. ჩემს ბანერს დაწერიან, რომ ონკოპაციენტებს არ უნდა უწოდოს ბრძოლა სისტემასთან, იმიტომ რომ ჩვენ ისე და ჩვენი დაავადებები გვაქვს, რომელთანაც ყოველდღიური ბრძოლა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, რომ ეს ეხლა არ დაგვიწყია ჩვენ ეს ბრძოლა, ბევრი წელია დაწყებულია სისტემის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მაშინ საზოგადოებაში არ იყო ესეთი კონსოლიდაცია გარკვეული საკითხების მიმართ და ერთიანობა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოება ერთიანია და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, თუმცა მთავარი პრობლემა ოლიგარქი უნდა დამარცხდეს ამ ქვეყანაში, რომ ფულის კეთების მექანიზმები, როგორც არის დღეს ჯანდაცვაში, ჩაიკეტოს.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას, დღეს უკვე 69 დღეა, რაც მოქალაქეები პროევროპულ დემონსტრაციაზე იკრიბებიან, უსვლელი მოთხოვნები ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს არა მხოლოდ პროევროპული დემონსტრაციის ფარგლებში, არამედ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებისას. მათ შორის არიან სტუდენტები დაკავებულთა შორის, რომლის ერთ-ერთი საქმე ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა წესით დაკავებული სტუდენტის ნიკოლოზ ყუტუბიძის საქმე გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოხდით და ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც გააუქცელა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. ისინი აცხადებენ, რომ თავიანთი სტუდენტის საქმესთან დაკავშირებით აქტიურ კოორდინაციაში არიან სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურებთან მუშაობენ ამ თემასთან დაკავშირებით.